საღამომშვიდობისაც ვიფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგითხრობთ, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებ გარეთ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამოდენიმე კანონპროექტს, რომელსაც ხელი მოაწერა, უკვე დაიწყო მისი განხორციელება და შესაბამისად პირველი რაც ესე იგი მან დაიწყო ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. თქვენ ვიცით ყველამ რომ საქართველოში ამ იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები თითქმის ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდნენ. პრობლემებს ქმნიდნენ როგორც ქვეყნის პოლიტიკაში, ასევე თითოეული ქართველის პირად ცხოვრებაში. და ისინი ერთობლივად მასშტაბურად ებრძოდნენ საქართველოში ოჯახის სიწმინდეებს და ჩვენს რწმენას, ეკლესიებს, პატრიარქს, მღვდლებს, ეპისკოპოსებს და ყველა ამ სიწმინდეებს, რომელიც სიწმინდეების ჩვენ დღემდე გვაქვს შემონარჩუნებული. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეუჩერა მათ დაფინანსება, რომლის საფუძველზეც მათ შეეკრათ ხელფეხი. ასევე მათი რომ ვიტყვი მნიშვნელოვანი მიზანი იყო ის რომ მთლიანად მთელ მსოფლიოში ისინი გაბატონებულიყვნენ და მათ თავისი ბინძური იდეოლოგია თავს მოეხვია ყველა ქვეყნებისთვის. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, დაიწყო რყევები, დაიწყო მნიშვნელოვანი რყევები და უკვე რამოდენიმე სახელმწიფოში ფეხს იკიდებს კონსერვატულად მოაზროვნე ხელისუფლება, პოლიტიკოსები და ქვეყნები თავისუფლებიან ლიბერალ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსებისაგან. აგერ უკვე მართალია ბელორუსია მან მხრივ არ იყო ისე ძალიან მაღალ დონეზე შევიწროებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქაც იგრძნობოდა რაღაც გარკვეული რყევები და ლამის ვინაღამს სახელმწიფო გადადებაც მოახდინეს 2020-ში, როცა ლუკაშენკომ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და სურდათ თავიანთი გამოჩეკილი ლიბერალი ფაშისტი, LGBT პროპაგანდისტი სვეტლანა ტიხანოვსკაია დაესვათ პრეზიდენტად, მაგრამ არ გამოუვიდათ და ლუკაშენკო როგორც ყოველთვის ის დადგა სწორედ თავის ხალხის გვერდით და მეტიც კიდევ იშვიათი არის ასეთი ნაბიჯი გადადგას რომელიმე ქვეყნის ლიდერმა ის იარაღით ხელში შვილთან ერთად გამოვიდა და დაუდგა პოლიციას და სპეცსტანიშვილების რაზმებს გვერდით რომ მას დაეცვა ბელარუსი ხალხი და დაეცვა ეს სიწმინდეები, რომელი სიწმინდეების საფუძველზე დღემდე მოდის ბელორუსია. დღესაც უკვე ჩატარდა არჩევნები ბელორუსიაში, გაიმარჯვა ლუკაშენკომ და ბელორუსი ხალხი ზეიმობს მართლაც მნიშვნელოვან გამარჯვებას. ახლა ბევრს არ მოწონს ეს და ბევრისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ მოდი ახლა რეალურად ვიმჯელოთ და ყველაფერს შევხედოთ სწორი თვალით და ყველაფერი მოვისმინოთ კარგად და ლამაზად და ისე როგორც არის და არა ისე როგორც ლიბერალებს სურთ და როგორც ამ ქვეყნის დამაქცევარებს სურს. ამდენი წელიწადია ეს კაცი არის პრეზიდენტი, ნო? და ამ კაცის მმართველობის დროს ფაქტიურად ქვეყანა აყვავდა. მე ახლა პირდაპირ გეუბნებით, მე არაერთხელ ყოფილი ვარ ბელორუსიაში და ძალიან კარგად ვიცი, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს დღეს ბელორუსიელი ხალხი, ხო? ამ ქვეყანაში ყველაფერი მუშაობს ფაქტიურად, ყველაფერი ფუნქციონირებს. რაც კი საბჭოთა კავშირის დროს ქარხნები იყო, ეს ქარხნები დღეს ფუნქციონირებს. ოღონდ განახლებული პრინციპით. რას ნიშნავს განახლებული პრინციპი? ის რომ მან მოდერნიზაცია მოახდინა ამ ქარხნების და არა ისე როგორც ჩვენ დავანგრიეთ აქ და მიწაზე გავასწორეთ ყველაფერი და დღეს აგურ დავყიდეთ. არა, მან პირიქით ეს ყველაფერი განაახლა და ახალი აღჭურვილობა, ახალი შემართებით, ახალი პროექტებით და ახალი გეგმებით განაახლა ეს ქარხნები და დღეს მუშაობს, ფუნქციონირებს ეს ქარხნები და ამის საფუძველზე არის რომ მთელი ბელორუსიელი ხალხი არის დასაქმებული და ასევე კოლმეურნეობები, მეურნეობები, სადაც არაჩვეულებრივი პროდუქცია მოდის და დღეს თუ გავართ, თუ შევხედავთ ბელორუსიის ბაზარს, ნახავთ თუ როგორი ესე იგი მდიდარი ბაზარი გააჩიათ მათ თავიანთი ნაწარმი პროდუქციის გამომდინარე.
ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყანაში არსებულ იმ კრიზისებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც პრობლემებიც დღემდე მოგდევს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გვექნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარის ბატონი ზაზა ბიმბრაძე. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო. მადლობთ რომ მობრძანეთ ჩვენთან სტუმრად და მოხარული ვარო თქვენ დღეს ჩვენთან ერთად აი აქ ამ სტუდიიდან განვიხილავთ იმ საკითხებს, რომელიც საკითხების საფუძველზე ჩვენ საზოგადოებას მიმართვის სიმართლეს. ბატონო ზაზა, მოდი დავიწყოთ ბელორუსიიდან. ბელორუსია სადაც პირდაპირ სამიზნე არის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის და დღემდე მუშკაზე უზით მათ ბელორუსია და დღემდე ყევებსაც ვერ უშვებიან. რამ განაპირობა ასეთი აი მყარად დგომა ბელორუსიის და რა არის იმის მიზეზი, რომ ბელორუსიელი ხალხი დღეს ასე წკვილად, სწრაფად და ლამაზად ცხოვრობს და მათი უსაფრთხო ქოლგა არის მაქსიმალურ დონეზე ბელორუსიაზე გადაფარებული. მივესალმებით TV+-ის მაყურებლებს, მივესალმებით ჩვენ საზოგადოებას. ბატონთან რა ხდება, იცი? ბელორუსიამ აირჩია ის გზა, რომელი გზაც აწყობდა ბელორუსულ ხალხს. მოვიდა ეს კაცი ხელისუფლებაში, პარლამენტის წევრი იყო. თავჯდომარე თავჯდომარე იყო. კოლმეურნეობის თავჯდომარე, მე პარლამენტის წევრი იყო, კომიტეტის თავჯდომარე იყო და ბოლოს გახდა პირველი კაცი. დიახ. მე-7-ეთ არის უკვე. მე-7-ეთ არის, მაგრამ რა გინდა რა, მე-7-ეთ კი არა, მე-10-ეთ რო იყო კიდე აირჩევენ. ვერავინ ვერ ამბობს რომ გაყალბდა, ერთხელ წამოუყენეს პრეტენზია რომ გაყალბდა. 2020 წელს და ნახეთ რა ქნა ამ კაცმა. არც უკან დაიხია, არც შეშინებია, გამოვიდა და უთხრა თუ გინდათ ბელორუსის ხალხს არ ქონდეთ ხვალიდან სამუშაო, არ იყოს ეს ქარხანა ფაბრიკები დაინგრეს ჩვენი ქვეყანაო, მაშინ გამოდი და გადამაგდეთო რა უთხრა პირდაპირ და მე ამ ქვეყანას ვერ გავწე, იმიტომ ის თავის ქვეყნის მოყვარული კაცია. ყველაფერი მუშაობს ბელორუსიაში ბატონო დრისტან. სოფლის მეურნეობის პროდუქცია რაც გინდა უმაღლეს დონის ნაწარმი. ყველაფერი. 260 დასახელოს მარტო ძეხვეულს უშვებს, სოსისი და ძეხვეული და ყველი თავისია, საჭმელ სასმელი ბელორუსიას არუჭის, თავის ტრაქტორებს უშვებს, თავის მაცივებს ვერ განსხვავებ ახლა აი ფირმა იმისაგან ჩვენთან რო იყიდება Samsung-ი, Siemens-ი, Bosch-ი რაღაცები, იმიხელა დონის მაცივრებს, რაღაცებს, გაზის მოწყობილებებს უშვებს ბელორუსიას. საერთოდ ბელორუსიას რაც აქვს თავისი. დიახ. ყველაფერი აიყვანა უმაღლეს დონეზე, უმაღლეს სტანდარტებზე და აიყვანა ევროკავშირის სტანდარტის დონეზე. სანამ დაუწყებდნენ იმას ბელორუსული პროდუქცია ევროკავშირს გადიოდა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია. კი, გეთახმებით. ხო და ეხლა გაუჩერეს და ეს კაცი კიდე აირჩია ამ ხალხს უნდა რა. ვიშვით კი რომ მერვეთ აირჩევენ ალბათ თუ დასჭირდა კიდე ბელორუსიას და თვითონ თუ მოინდომებს ეს კაცი რომ კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. ალბათ სანამ ჩათulis საჭიროთ მე ესე მგონია ბატონ ტრისთან ეს ჩვენ არ ვიცი თუ რო გამოვა და დამშვიდება და უკვე საფრთხები აღარ იქნება ალბათ ეს კაცი წავა და აისვენებს რა ეს დიდი შრომაა პრეზიდენტობა ის არ არის და ქვეყნის ხელმძღვანელობა ადვილი საქმეა ვიდრე ოდესმე ამხელა ძალაა შენ წინააღმდეგ ამხელა ევროკავშირია შენ წინააღმდეგ ამერიკის შტატებია შენ წინააღმდეგ და ნახოთ ეხლა რა იქნება რა ეს კაცი აგზელებს გზას ხალხი კმაყოფილი ყავს რატო არ გამოვიდნენ? აბა რატო არ თქვა რომ გაყავდა არჩევნები ბელორუსიაში? სად არის იქაური ოპოზიცია? იქაური ჟურნალისტები ხო ყველა ხო შეიძლება რომ კაცმა დაინახოს რომ რაღაცა მოხდა რა, რომ მართლა გაყავდა რა არჩევნები. ამ კაცს არ ჭირდებოდა. შეიძლება ქალაქი მინსკი არ უჭერდა მთლიანობაში, მთელი მინსკი. არა, მე საერთოდ ვიძახი, აი ეს დიდი ქალაქი დაუშვათ მინსკი და რა კიდე ერთი ქალაქი, მაგრამ ბელორუსია მარტო მინსკი ხო არ არის და ის ხო არ არის. აი ჩვენთანაც შეხედე ახლა როგორ არის. თბილისში გამოდიან, ერთი ბათუმია და სიოს დანჩენგან ასად არის. მე ჩვენთან ამენ გამოდის 500 კაცი გამოდის. ხო, რაც გამოდის, ხო გამოდის ეს 500 კაცი. იქ ხო 500-იც არ გამოსულა ახლა. არა, იქ არავინ აღარ გამოსულა. აღარ გამოსულა, იმიტომ რომ მორჩა. ის დაფინანსებული ოპოზიცია, იქაური აგენტურა, ეგონათ რომ გაიმარჯვებდნენ, გამოიყვანეს, მაგრამ წააგეს ბრძოლა და გაიქცნენ. და წავიდნენ იქ თავიანთ მაგრამ იცით რა არის ბატონო ისტორიულ სამშობლო მიატოვეს და თავის მეორე სამშობლოში დაბრუნდა და იქ ცხოვრობდა. მაგრამ ახლა პოლონეთიდან დღეს გააკეთა ება სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შემოიკრიბა თავის ეს ლიბერალები და ეს
ფაშისტური იდეოლოგიის პატარებელი გუნდი და გააკეთეს განცხადება ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ნუ ახლა რაღაცას ფაფხურობენ ერთი სიტყვით. აბა რაღაც ფულს რაში იღებენ, რაღაცა ხო უნდა გააკეთონ. აბა ფულს ყველა არ მოგცემს. არ ამგონია ახლა რომ დაუშვათ ხვალდაზე ბელორუსიაში განვითარდეს ისე მოვლენები როგორც ჩვენთან განვითარდა საქართველოში, ხო? არა, ბელორუსიაში გამორიცხულია. თან ახლა ატომური შევიდა ბელორუსიაში. ატომური ბომბები შევიდა იქ. და იმ ატომური ბომბების ქოლგის ქვეშაა დაცული თელი ბელორუსია და ეხლა ვიღაც ციხონოვსკაიას და ვიღაცებს ალაპარაკებენ ზედმეც. აი არ არსებობს ეგეთი ვარიანტი. ხო არა, ეხლა თავისთავად ხადია, ხა ფულიოს მაგათი მაშინ ადლებენ რომ მაგენმა უნდა მოახდინონ რაღაცა ცელობა მაინც უნდა ქონდეთ. ხო რაღაცების, მაგრამ აღარ აყავთ რესურსი აღარ აქვს. ცელობა უნდა ქონდეთ იმისა რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა, ხო? აგერ ეხლა ნახეთ ისა არ არსებობს ქვეყნები, რომელიც კონსერვატულად ფლანგზე მყოფი ქვეყნები არ არსებობს, სადაც მაგათვა არ ეცადნენ მაიდნებისა და რევოლუციების იმას ორგანიზებასა და მის განხორციელებას. ეხლა სლოვაკეთშიც ხო მოინდომეს ზუსტად მაგიმინა, გითხრა ეხლა ნახეთ ეხლა სლოვაკეთშიც დაიწყეს უკვე არეულობა, აქეთ იმაში დაიწყეს, სერბეთში დაიწყეს არეულობა, ხო ბელგრადში გამოსვლები არის, ხო სლოვაკეთში ეხლა ამოვიდა პირდაპირ სლოვაკეთის პრეზიდენტი, პრემიერი და თქვა მან რომ ისა საქართველოსთან ჩამოსული არიან ჯგუფებიო. თქვა ჩამოსული არიან ჯგუფებიო. და ამავდროულად ხაზგას გააკეთა განცხადება, თქვა პირდაპირ ძირითადი ნაწილი არის რომ უკრაინელებიო. ძირითადი ნაწილია წარმოიდგინე ყველგან უკრაინელები. ყველგან. ესე იგი ეს უკრაინა ხო წავიდა დამარხეს, აღარ არსებობს ხო? აღარ არსებობს ეს უკრაინა, ხო განადგურეს. თვითონ უკრაინელებმა თავიანთი ხომ გაინადგურეს. ეხლა კიდევ ესე იგი ცდილობენ რომ სხვები ჩაეთრიო და სხვების განადგურონ. საქართველოში ჰქონდათ ცელობა და არ გამოვიდათ აგერ ახლა და დღემდე ჭინკებივით აგერ არიან მისეულები რაღაცა 500-400 ადამიანი ხო. აგეთ სლოვაკეთი ეხლა, ვიგეთ იმაში ადრე ბელორუსიაში ჰქონდათ ცელობა, აგერ ახლა სერბეთში, აი ეს უკრაინელები ეს ადამიანები, რომელი ადამიანები თუ მას ეგიდათ, ვიცია წადითაც თქვენ ქვეყანაში, წადებით და იქ დაიკავეთ იარაღი ხელში და დაიცავეთ თქვენი ქვეყანა. აქ ჩადიხართ სხვა ქვეყნებში და ბაშობით, რა ქვია, გინდათ რომ ჩაეთრიოთ ეს ქვეყნები ომებში და უბედურებებში, ხო? აი ეს არის ორგანიზებული ეს ის ხალხია, ვინც ტრეინინგი გაიარა, მაიდანი გაიარა, ეს ჯგუფებია, ჩაყავთ ეგრე დესანტივით ხავენ, როგორც საქართველოში გადმოსხეს იყვენ, როგორც ეხლა იმაში არიან სლოვაკეთში, როგორც ეხლა ბელგრადში, ვერაფერს ვერ უზავენ. ამემა როცა მოსახდენი იყო და დრო ქონდა და ძალაც ქონდა და უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია, მაშინ უნდა მოეხდინათ ეს რეული, მაგრამ ვერ მოახდინეს. მაგრამ ეხლა რა არის, იცი, აი ტრამპმა დაკეტა, მთელი ფინანსური გზები დაკეტა. სამაგერო ტრამპმა დაკეტა, მაგრამ იქ სოროსია კიდე ის სოროსის ფონდი ტყუილა კი არ არის, ის იქიდანაც ფინანსდებიან, კაცო, ის სახელმწიფო აღარ უშვებს ფულს, მაგრამ აგერ მილიარდელები ხო არის, ფონდები ხო არის. როგორც აქ რომ ხო უყურეთ რა ხდება ბიზნეს მოპარა ფული ფონდებში გათავსა და ოპოზიციას აფინანსებს ბიზნეს მოპარული ფული ბიზნეს წინააღმდეგ ჯერ კაცმა გვერდში დაგეყენა როგორ კადრულობ არ გინდა იმ კაცსა მუშაობა წადი მოიპარე კაი მოიპარე შეგერგო წადი და შენ კიდე გადატრიალებას უწყობ ბიზნეს ეს კაცი ბიზნეს კი არ უწყობს ეს საქართველოს უწყობს გადატრიალებას ბიზნე არ არის საქართველოს მთლიანად ბიზნე არის ბიზნე და საქართველო არის საქართველო. კი ბატონო. ამ კაცმა ერთი რამე თქვა. ბატონმა ბიზნემ თქვა ერთი რამე რომ მე არაფერს არ გავცვლი ჩემს სამშობლოს გულისათვისო. არ ჩემ ქონებას ვანაცვალებო. არაფერს არ ვანაცვალებ. პირიქით ენაცვალოს ჩემს სამშობლოს ჩემი. ფაქტია რომ ეს კაცი ამ კაცმა გადადო, თავი გადადო. გადადო ამხელა მონსტრი ეომება თქვენ გეხუმრებით ევროკავშირი ეომება. და ეომება ის, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ეხლა ცოტა შერბილდება ალბათ. განმავლობაში ვიღაცები რო არიან იქ კონგრესმენები და სენატორები $1000 და $2000 რომ ისწევენ და გამოდიან და თავიანთ იმებს რო ალავ თავიანთ ტელევიზიებში რო ლაპარაკობენ. ესიც მორჩება ალბათ რა. ხო, მაგრამ ისიც რა არის, ნახეთ ეხლა მაინც არ ჩერდებიან. არა, ეს ფესვები ჯერ ხო არ ამოძირკულან. მაინც არ ჩერდებიან და მაინც აქვთ ეს ბინზური გადაჭრი, ხეს დაუშვათ.
რო ხმება და თავს გადააჭრი. ფესვებიდან არ მოიღე ის მე ისევ ხარობს. მაინც ხე უნდა იხაროს, მაგრამ ამათო როგორ უნდა არა, მე შედარება ამათო როგორ უნდა იხაროს, ამათო როგორ უნდა იხაროს. არა, ესენი რასაც პროპაგანდირებენ, მიცი რა მიკვირს ხალხო. ამ ჩვენ საქართველოში, კაი ახალგაზრდები არიან, შეაცდინეს. მეც ვიცი რომ შეცდენებია, ზოგი შეუცდაპირიქით გამიზნულად არის ამ აქციებში ჩართული, ზოგი ფულისთვის არის ჩართული, ხელფასივით იღებს. ის ხელფასიანები არიან, ახლა ვინც დგას ახლა. ხო, ვინც დგას და ვინც არა და ვის აღარ აიღო მე ხელფასი. ერთი რამეს ეს პარტიები არ იყვნენ, რომ წავიდნენ და ხელი მოაწერეს LGBT-იმას. გეი მემორანდუმი თუ რაღაცა რომ ეს სანდღა მიგაქვთ, როგორ იძახით რომ არა, ჩვენ არ გვინდოდ, რა არ გინდოდათ, ქვეყანამ ნახა, თელმა საქართველოს ნახა და მოიარა მსოფლიო როგორ მოაწერეთ ამდენმა პარტიამ მიხვედი და მოაწერეთ გეი მემორანდუმს ხელი და თქვენ კიდე საქართველოსზე გაქვთ რამეს პირიქით სინანულში უნდა იყოთ ეხლა და პატიებას უნდა ითხოვდეთ ქართველი ხალხისგან. რომ კიდე ესე კეთილად გეპყრობათ ქართველი ხალხი და ქუჩაში გამოდიხართ და იყურებით და ხალხს თვალებში უყურებთ. გეყოთ რა ბოლო დაასვენეთ ეს ქვეყანა რა. აცალეთ ამ ქვეყანას განვითარება და ამ ქვეყანას განვითარება უნდა, ამ ქვეყანას სიწყნარე უნდა. ისე თუ მშვიდობა არ იქნა, ვერ განვითარდება ქვეყანა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და მშვიდობა გვინდა, ომი არ გვინდა. თქვენ ვინც გაგკითხათ, ომი გვინდაო, თქვენ ომიც არ იცით რა არის. რომელ ომში ყოფილხართ, ან სად გიბრძოლიათ, ან როგორ გიბრძოლიათ, ვინ რა იცის რა არის ომი. იარაღის გასროლა არ გეცოდინებათ ავტომატურად დაგაჭირნოთ, დაშლა აწყობა არ გეცოდინებათ ავტომატურად. სირცხვილი არ არის ამ ქვეყანაში კიდე ომი და უბედურება. დავისვენოთ რა ქართველებმა რა. ერთმანეთს მოვეფეროთ და სიყვარულით უყუროთ. ეს ხო ღვთისმშობლის წილხოთ ქვეყანაში ცხოვრობ და დედა ღვთისმშობელი ყველას დედაა რა. დაჟე ეს დედის გინებაც არ მიყვეს ბატონო ტრისტა რა. ყველაზე ბინძური გინება ქართველისთვის ეს დედის გინება და შეურაცხყოფაა რა. ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ქართველისთვის დედის შეგინება. დედის შეგინება და ოჯახის გალანძღვა. კი ბატონო. მეუღლის და იქ მაგრამ ეს ახლა ეს ამათო ხო არის არ დედა იციან რა არის და არც მამა იციან და არც და იციან არც ძმა იციან და არ იციან ეს ან შეკითხებია რამდენი გენდერია და პასუხს არც ემეს სირცხვილია ხო მე ბაღაღიმი და ვიყო რა ხო რა ისე გამოდის რა არ იცი რა არის ღმერთისგან შექმნილი მოდის ამდენი საუკუნეების მანძილზე ხალი და მამაკაცი მორჩა და დამთავრდა რა მეტი აღარ უნდა იყოს მაგაზე ლაპარაკი რა ესეთი ფაქტი მინდა ფაქტი რა ესეთი ის არის ამერიკაში ნუ ახლა მან ხო ეთყობა არის ეს იყო და ახლა არ ვიცი არის თუ არა ხო ნუ ახლა იქ მე არ მინდაო რა ის აი პასპორტში შეუწერია ირემი ვარო ირემიო გაიგე ირემი ვარო და გამოვიდა თოფი უბრეგია გაიგე და უჯერია პოლიციას გაიგე რა ქედა თუ მოკა თუ კაცი არ მომგლა ირემი მოვგალე მე ნახეთ საკუთრებში ირემი უწერია ირემი მოვგალიო გაიგე ისი ახლა ეგეთი ჭინკარო გამოვიდა მე ბაყაყი მინდა ვიყო გაიგე ბაყაყი მინდა ვიყო ჯაფარიძე ჩაიწერა გირჩი ზურაბ ჯაფარიძე რა გირჩი თუ გირჩი ხარ გირჩი იყავი და თუ ზურაბ იმ გირჩს რო გეკეთებენ ერთ ადგილას გაიგე და გარბენები გირჩებ გაჭობილ მე მოხვალ ჭუაზე ჯაფარიძე გაიგე აი მე მოხვალ ჭუაზე ხო და ამიტომ არის ახლა რო არიან ძალიან ცუდ დღეში ბატონოსასა და ამიტომ არის რომ არაადეკვატურები გახდნენ გესმისაშია საქმე არაადეკვატურები გახდნენ აღარ იციან უკვე კონტროლიდან ამოვარდილი არიან აღარ იციან რა საკეთებენ პატრონები აღარ აყავთ დაბოღმილები არიან პატრონები მიდიან საშინელებებს ხელისუფლები და პატრონები საშინელებებს აკეთებენ ეხლა ერთი ამერიკაში ვეღარ ლაპარაკობ ამერიკაზე არ ლაპარაკობ ეხლა ევროკავშირი დარჩათ ერთი ხო და ესე იგი ისეთ სისულელებს აკეთებენ ახლა ისეთ სისულელებს აკეთებენ ახლა თავრობის სახლის ტროსიკის ამარადან ლექსებს კითხულობენ ამ დონის ტვინ გამორეცხილები ხართ გაიგეთ ასეთი არაადეკვატურები ხართ ბიჭო რამ გაგაგიჟათ ამ ზამთარში და იქ ტროსიკის ამარა რამ დაგაყენათ თავრობის სახლის და იქ რაღაცა სისულელებს უბრახუნებთ და აი მეგობრებო ნახეთ რა მართლა რა დღეში არიან თოთ უჩვენოთ კადრები
ნაშამ ქორალი შენ ის გლოჩემო შენი გვაკლია რატკი აქამდე როგორ არის ჩვენი ხოველი ანსა ვარქია და ისიც რაც მდეს აი ბატონო ზაზა რა ესეთი გვყავს ოპოზიციის მხარდამჭერებით და ოპოზიციის ამზამთარში რუსიკი სომბადი სახე მაგიროთ კომუნისტების დროს ვიღაცას გაიკეთებია ფსიქიატრიაში წაიყვანე სწორებს აზროვნებს თუ არაზროვნებს ბიჭო მაგას ვიძახი მე გაიგე ერთი ფსიქიატრული საავადმყოფო ნორმალური არ გასაკეთებელი არ ყოფნის ეს არც ხონი აღარ ყოფნის ამათ გაიგე არც ქავთარაზე ყოფნის მეტი აღარ არის გაიგე გდანშია კიდე პატარა სად არის გდანში აღარ არის გდანში რო იყოს ციხე არა ის კი არა იმის დაბლა სანამ ციხეებამდე და სანამ ყვა დაბლა პოლიკლინიკა იქნება რაღაცა რა წამლებს და იმას აძლევენ აწვევენ ეგ ის არის პოლიკლინიკა არის კაცო მაგე აგერაცა პატარა სტაციონარიც ხო მაგრამ მე გეუბნებით მასშტაბური როგორც 100-იანზე იყო კომპლექსური გაიგე კომპლექსურად პურნალობდნენ მან გაიგე და გააკეთეთ ერთი ააშენეთ სახელმწიფოს მიმართავ და ბიზნესებს თხოვრო ააშენეთ ერთი ფსიქიატრული საავადმყოფო კაცო საჭიროა ეს ხომ ხედავთ საჭირო ეს გიჟები ყველა გარეთ დარჩა და ამათ ხო უნდათ იზოლირება და ხო უნდათ იქ რაღაცა პურნალობა თუ არა სულელები არიან უკვე ხო ხედავთ რას აკეთებენ ტრუსიკების ამან ადარიან მთავრობის სახლის წინ და რაღაც სულელებს აკეთებენ კაცო და არ შეიძლება ესე რა იმიტომ არ შეიძლება რომ შეწუხდა საზოგადოება შეწუხდა ქვეყანა შეწუხდა ხალხი შეწუხდა კაცო და ვეღარ გაგვილია რუსთაველზე ვეღარ გაგვილია კაცო საშინელება აყროლებულია მთელი რუსთაველი თან მეორე რამეა ახლა რეგიონი გეილი და პრეზერვატივი უნდა წამაგიდოს ფეხზე ხარაღას უნდა წამაგიდოს ფეხზე კაცო რა არის ეს როგორ შეიძლება რა იშველება ბატონო ზაზა რა იშველება და არაფერი კანონმა უნდა იკანონოს რა კანონმა უნდა დასვას ყველა იმაში წერტილი რა ბიჭო მე რო რამე დავაშავო ახლა უცებ დამსჯიან და დამიჭერენ და ისა და ამათ აშავებენ კი არა დააქციეს ქვეყანა გინახმა გადაწყვეტს მეორე თბილისი მე მეგონა ის იწყებოდა გადატრიალება იწყებოდა მეორე რაც 91 წელს მოხდა 91-92 წელს გადატრიალება მეგონა თურმე ბიოტექნიკიდან შეიძლება და თურმე ცეცხლის გამოწვევა და ომის დაწყება და ყველაფერი არა მე უბრალოდ ამ ხასო იარაღი ქონოდა ახლა ხელში რას ეძავდნენ იმ არა იმას რას გააკეთეს იმ პილოტექნიკით იმას იზამდნენ იმა ხო შეიძლება რომ შენ ქვეყანას ნუ ესვი შენ სამშობლოს არ ესრო იარაღი ქართველო ჩემი თხოვნა და გეუბნები ქართველები არ არის მაგენ ქართველები ბიჭო მაინც გვარი ხოა ქართული და სახელი ხოა შინაგანად არის ქართველები შინაგანად ვაცალო და იქნებ მომავალ წელს აღარ იყოს ეგ ყველაფერი ამ წელში და ხალხი რომ გადავიდეს და იქნებ მობრუნდნენ არ მობრუნდება მაგათი ადგილია ფსიქიატრიაში ვოშა მენტი ყველას აძლევს საშუალებას რომ აი თუ რამდენჯერ მიცახ მაგას საშუალება რამდენჯერ მიცახ მე მაგას შანსები რომ ეს ხოვროთ ნორმალური ცხოვრებით ხო არა ისე ბატონტისა მაგაში გეტახმებით 2020 წლიდან რომ დაიწყეს აქაც გახსოვს 22-ში იმაში და ამბები იყო აქაც გამოსულებით ისე მემტრევა მანამდე კიდევ აი ხო ამის გარდა ბატონო ზაზა ნახეთ ახლა კიდევ ეწევიან ამ საშინელ პროპაგანდას ქვეყანაში კაცო ეს ახალგაზრდები ხო თუ ხელისუფლებამ და სახელმწიფომ ამას ამემართებაში რაღაც ნაბიჯები არ გადადგა ხო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ხო და ძალიან ცუდი ის არის რომ მეთქი ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში პირდაპირ აი საშინელი მდგომარეობა არის რა ახლა ახალგაზრდები ახლა ბატონო ტრისთან ამ ახალგაზრდებს კაი ზოგი შეცდომაშია შეყვანილი თქვა ზოგი ფულით არის ზოგი განზრახ აკეთებს ამას რაღაც თავიანთი ისე მაგრამ ამის და ამის თავი ხო ყველაფერი განათლების სისტემა ეს ბავშვები ხო იქიდან წამოვიდნენ იმ სკოლებიდან იმ განათლების სისტემა ამ განათლების სისტემაში ბატონ ტრისთან ჩვენ ხო ვიცით ვინები არიან სულ ჩაბუდებულები ეს თავისუფალი უნივერსიტეტი ევროპული ილია კიდე კავკასიური და რაღაცები და ჯანდობები და ყველაფერი გიული ალასანიასის აკითხვა ხო ეს მათ ხო ყველა ეს ხო კერძო ინსტიტუტები და სახელმწიფომ დაუშვა სააკაშვილის და გაგრძელდა და გაშენდა ამდენი უნივერსიტეტი რა ამბავი უნივერსიტეტებია საქართველოში რა თუნდა ამდენი უნივერსიტეტები რომელიც საჭიროა გონი სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი აღარ არის უნივერსიტეტი ხო რაღაცა ის კიდე ზოვეტი იყო ისიც გააუქმეს არ გვჭირდება ჩვენ აღარც ზოინჟინერი გვჭირდება აღარც აგრონომი გვჭირდება აღარაფერი აღარც ვეტექიმი გვჭირდება არაფერი აღარ გვჭირდება აღარც აგრონომი აღარაფერი აღარ გვჭირდება საქართველოს უნდა ვიყოთ სუსის შემყური ხელებში რა იმიტომ გაკეთე მე მაგე ჩვენ სუსის შემყურები ყოფილიყავ და ჩვენ ხსეულიყო მომსახურება სამაგეროდ არის სამაგეროდ რა წამოვიდა სარეულები
ოფიციანტები? მიდი მოდი რა, ეს ყოფილა საქართველოს მიზანი, რომ ზარეულები უნდა იყოს, ყველა და ოფიციანტები. ამის გარდა ნახეთ ახლა ეს ახალგაზრდები კაცო, რომლებიც თლიანად ეს აი რამოდენიმე ლოკაციები არის შექმნილი, ხო ხედავთ, დაჯგუფებები დაიარებიან, ზოგი ერთი მიმართულებით არის, ზოგი მეორე მიმართულებით არის და ისინი არაადეკვატურად იქცევიან რა. ეხლა ეს ახალგაზრდები კიდევ რომელი ახალგაზრდებიც არის ერთი ახალგაზრდა ჯგუფი, ნუ ახლა იქ არის რამოდენიმე შევიძღვით, სხვადასხვა შორის არის რაოდენობა, რომელიც პირდაპირ ომის პროპაგანდას ეწევიან, კაცო. აი, ომის პროპაგანდას ეწევიან და მე არ ვიცი ამ ბავშვებს რა მოუწამლა ასე ტვინი და რამ გააბოროტა ეს ბავშვები, რომ აი პირდაპირ იძახიან ომი გვინდაო და ბატონებო, ნახეთ კადრები და თქვენ თვითონ მოусმინოთ და შეხედეთ რა სიზახეთ ეს ბავშვები. არ იქნება მშვიდობა. არ იქნება მშვიდობა, არ იქნება მშვიდობა. დარარირირარირა, თემია შენებული, ქვეყანა დაიქცევა. არ იქნება მშვიდობა. მირზამ გითხრათ ეგიო. აი, მირზა გიღებ მეგირე. მოდი, შენ მოდი. საყვარელია ნახე ეს ნახე, როგორ ვიღებენ ნახე. მაგას ტრაქში გაგიკეთებ. აი ომის პროპაგანდას ეწევიან. ახლა ხო აი ამ ბავშვებმა ომის რა იციან საერთოდ. ალბათ ფილმში თუ უნახიათ ომიტო და ის ფილმში და თუ უნახიათ ცოტა გულზე არ ხვდებათ. ომი რა არის? ომი საქართველოს ერთ ომს კიდევ ვეღარ გადაიტანს, ვეღარ გაუძლებს ეს ქვეყანა. ვერ უყურებ როგორ იშლება ქვეყნები და იერთებენ და რამე რა. რუქინა გინდა წაიშალოს საქართველოს. სტაციაობა არის ქვეყნებზე, კაცო და ტერიტორიების სტაციაობა წავიდა 21 საუკუნეში, რომელიც ეს არ უნდა მოხდარიყო. ეს დაუშვა LGBT და ფაშიზმმა. რა თქმა უნდა, აბარა. ეს არის LGBT ფაშიზმის ყველაფერი, რაც ახლა ყველაფერი ჩვენ გვჭირს საქართველოში და ესე ჩაიდო, აი როგორ იცი, ფესვები არის, გადგმული აქვს უკვე რა. ხეს რომ მოჭრი, რომ გახმება თავს რომ მოჭრი, ფესვიანად უნდა მოიღო, თორე ის კიდე ამოიღეს. ამიტომ ეს არის, რომ განათლების სისტემა არის საქართველოში მისახედი. ერთ-ერთი პირველი მთავარი მიზეზი, რატომაც არიან ეს ახალგაზრდები, იმიტომ რომ არ მიდის ისწავლა განათლება, ის ცოდნას ვერ იღებენ, ვერ იზრდებიან ის პატრიოტები და ის ეროვნული სიუთქეთების ახალგაზრდები, რომლებიც უნდა იზრდებოდნენ. ლოზუნგებით იზრდებიან ხალხი, ევროპული მომავალი, ჩვენ ევროპა გვინდა, ჩვენ ამერიკა გვინდა, ერთი არავინ იძახის, მე საქართველო მინდაო. აბა. ეს არის უბედურება და ეს არის ჩაბუდებულები არიან ეს LGBT ფაშიზმის იდეოლოგიის ხალხი ამ უნივერსიტეტებში. სკოლებში რა წიგნებით ხო? ასწავლეთ წესერი, ქართული და ლიტერატურა, იაკო გოგებაშვილის დედაენა ასწავლეთ. არა, იაკო გოგებაშვილის დედაენის მიხედვით არა. რვა წერია წიგნებს იმის მიხედვით, ამის მიხედვით. არაფერი მიხედვა მოხედვა არ უნდა. წიგნი უნდა იყოს წიგნი, რომელიც იწერებოდა პროფესიონალების და ცოდნე ხალხის მიმართ. საქართველოს ისტორია უნდა ასწავლოთ. და ყველაფერი უნდა ასწავლოთ იმას, რაც ჭირდება მოსწავლეს სკოლაში და უნივერსიტეტებში კიდე ასწავლეთ ისინი, რაც ჭირდება უნივერსიტეტში განათლება მიიღოს და მეცნიერი გახდეს და გაუმგონებელი გახდეს და ინჟინერი გახდეს და პროფესიონალი გახდეს. საქართველოს სულ მომსპარია ეს სპეციფიკური სამსახურო ინჟინერ ტექნიკური პერსონალი სულ მომსპარია და გასულია ქვეყნიდან. ვითომეტეს ახლა საქართველოს ჭირდება. ყველა ახშენ საქართველოს კიდე ასაშენებელი და გასაკეთებელია და სიმშვიდე გჭირდება. სოფლის მეურნეობა მისახედია, აგრონომი თუ არ გეყოლა. ქვეყანა აგრარული ქვეყანა არის, კაცო. გეორგიანელებს იმიტომ გვიწოდებდნენ ბერძნები და ისინი. აბა რატო გვიწოდებდნენ? ნუ აგრარული ქვეყანა იყო. აქ თუ მეცხოველეობა არ განვითარდა, ის არ განვითარდა, ისეთი დარგები. რა ხორცი და ის საქართველოს საიდან უნდა შემოიტანოს? აქ უნდა დაიწყოს ამშენებლობა და უნდა მოუწოდოთ გასულ ხალხს უცხოეთში რო არიან. გინდა ახალგაზრდები, გინდა დედები, გინდა მამები და ვინც არიან. ყველა ქართველი უნდა დაბრუნდეს ამ სამფლის მოყვარული და აქ უნდა იცხოვროს ამ საქართველოში. ისიც რა არის, მე ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც გასული აქ შექმნა ის დოვლათი და აქ რომლებიც არიან გასულები და მე 10-ზე მეტ ესე იგი რომ მეტყვი ჯაფაადებთ იქ, 10-ზე მეტი ჯაფაადებთ, ხო? მოწყვეტილები არიან ოჯახებს. და რა ვიცი, ეს პოლიტიკაც უნდა გადაიხედოს, რომ ხელფასი ისეთი მიეცეს ადამიანს. ხო, მაგრამ არის ახლა, ნახეთ, მუშა, ჩვეულებრივი მუშა, რომელი მუშას აი მშენებლობაზე უნდა მივიდოს და იმუშავოს, ხო? ვერიშოვი რა, არ არის რა, მე ვიცი, ზუსტად ვიცი, მე ვიცი ახლა. ერთი ვინები ყავთ, ჩამოყალიბებული განახეთ, შენებლობები უცხოელები ყავთ. სულ ტაჯიკები, ესენი, სვარშიკები, ესენი, აზერბაიჯანელები და იმათ ამუშავებენ. ასლარს უხდიან დღეში. ასლარს, იცით თქვენ ეს? ხო, ვიცი რომ ასლარს უხდიან. ეხლა მეცას გეტყვით კიდევ. აი ეს რომ არის ეს მიმტანების კომპანია როა, გლოვო და ეგეთ რაღაცეები რო არის, ხო?
უცხოელები არიან ისინი რო არიან ახლა ინდუსები პაკისტანი მე ახლა დამაინტერესა ერთი აი ჩემ უბანში დადის ერთი ინდუსი არის ველოსიპედით დაიარებოდა ეს გლოვოსის ქონდა ჩანთა ზურჩანთა აკიდებული და დადიოდა გაიგეთ და ტაქსებზე ზიან ეს ეხლა გამოვიხედეთ ახლა ერთი ორი თუ გევიდეთ და ორთვის დავინახე მოტოციკლეთით დადის გაიგე მე ნუ ახლა იქ როგორ არის იცი ახლა ქართულსაც ისე დამტრულად საუბრობენ და იმიტომ სწავლობენ ქართულს გაიგე რომ ესე სამუშაოები მოძებნեն აქ 3000 ლარი მჩება თვეშიო თუ ესე ყოველდღე მუშაობ და თუ დღე-დაღამები მუშაობ 9000 ლარამდე ავდივარო გაიგე ესე თქვა აგერ ახლა ამასინათ ტაქსმა მაკითხა გაიგე გამოვიძახე ტაქსი და ველაბარაგები ქართულად და პასუხი ვერ გაქვს არ იყო ქართველი გაიგე კი ბევრი ზიან ხო კი ნავიგაციით იმას გიჩვენა დადია მე ახლა მაგის ენა უნდა ვისწავლო თუ ტრანსალეს ფარობენ გაიგე და ესე და ბიჭო ვერ გავიგე მე ჩაგვანაცვლეს უცხოელებმა გესმის აშია საქმე ჩაგვანაცვლეს ვიღაცა სხვა ჯულის წარმომადგენელმა ადამიანებმა ქართველი ხალხი აღარ რჩებით ამ ქვეყანაში ეს იმის ბრალი კი არ არის რომ მართლა ის არის საქმე ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არის პროპაგანდა მიდის ძალიან ბინძური პროპაგანდა აი ამ მიმართულებით ძალიან ცუდად ესე იგი მუშაობს ამ მიმართულებით სახელმწიფო რომ აქ ბოლომდე არ მიდის ქართველ ადამიანამდე ის რომ ის კაც უნდა დარჩეს საქართველოში და ის ჭირდება საქართველოს გავიგე და მეორე საქართველოს რესურსი გინდა კიდე რა მოქმედებს ამაზე კაცი რო არის 55 წლის 53 წლის ან ქალი კაცი 40 უკვე სამსახურში აღარ იღებენ ხო არ უნდათ რაღაც სამსახურებში არ უნდათ ცოდნე ხალხი გამოყრილი არც კერძო ეს ხალხი კომპანიებს არც კერძო კომპანიებს არ უნდათ ეს რა არის ვერ გავიგე რა რანაირი პოლიტიკა არის ეს ქვეყნის პოლიტიკა მე კიდე ძალიან ყველაზე ცუდი კიდევ რა არის იცი რომ მიდიხარ სამსახურში ხო გეკითხები ინგლისური იცი ესე იგი რა არის პრიორიტეტია ინგლისური ენა ვერ გავიგე მე რატომ აკეთებთ ამას ვერ გავიგე მაგრამ ჩვენთან რაზე მიდის ისა სახელმწიფო ქაღალდის შედგენა იქნება წერილის დაწერა ინგლისურ ენაზე მიდის თუ ქართულ ენა უნდა იცოდეს წესიერად ქართველმა ეს სისული ინგლისური იცი კომპიუტერი იცი გუგლში შედიხარ სულ არ ჭირდებოდა გუგლი ჩვენ წინაპრებს მაგრამ ისე აშენებდნენ ქვეყანას ამათ გონიათ კომპიუტერი ცოდნ ინფორმაციის წყარო რომ ვიცოდეთო სხვა ქვეყნებში რა ხდებოდა ინფორმაციები მივიღოთ რაღაც საკითხებზე რო გვაინტერესებს თორე ეხლა ამის გარდა ნახეთ კიდევ რამხელა ესე იგი საფრთხის წინაშე დგოვართ კაცო ეს ხო მომსახურე პერსონალი ხო ვაფშე საერთოდ მთლიანად ხო არა გადაცემები ეგარი მომსახურე პერსონალი თუნდაც გადაგწონ ერი მაგრამ უყურე ეგეც ზარეულები ყველა არხს თავის ზარეულები ყავს კაცო ეს ახლა ესე აღარ ყოფნით ხო სხვები ხო ჩამოდიან ახლა რა ჩვენ თქვით ახლა ეს ინდუსები ეს ირანელები ეს ისენი არაბები ხო ზოგი ტაქსეზის ზოგი გლოვა აქვს ზოგი აგეს მშენებლობებზე მუშაობენ ხო ეს ხო კლიანობაში ახლა ამ მიმართულებით ზოგი ბარები და კაფეები აქვს აგერ კაცო აღებული ჯარი და მუშაობენ ეს ხო ახლა ნახეთ სულ უცხოელები არის და ბიჭო კიდევ წარმოიდგინეთ თქვენ ეს თუ იქნებოდა არ მეგონა მე რუსთაველზე აგერ ეს რევოლუციონერებიც უცხოელები ჩამოიყვანეს გაიგე ხო სხვა ქვეყნის მოქალაქეები რო არის რევოლუციონერების რომლებსაც დაანგრევიეს რუსთაველი გაიგეთ უცხოელები ჩამოიყვანეს იქ რუსები ლიბერალი ბელორუსიელები უკრაინელები ხო იყვენ და არიან ხო ეს ინდუსები და ესენი ინდუსები ირანელები გაიგე ესენი იყვნენ და აბატონებო აი ეხლა მე თქვენ ამას ესე კი არ გეუბნებით ჰაერზე რაღაცა ჭორის მოტანილში არ გეუბნებით აბატონებო აი ნახეთ კადრები თუ არ არიან რა ჯულის ხალხი არის რუსთაველზე რომლებიც რევოლუციას გვიწყობდნენ საქართველოში გთხოვთ აჩვენოთ კადრები გამარჯობა ქართულია წევაცა Fuck the police, fuck the government, fuck Russia. სადაურიხარ? მე? ხო. მოსკოვიდან აუ რა მაგარი ბიჭი. Please, you want me? Okay. You want me? Please, you don't watch. Please. Okay, bye. От Путина. Потому что он мой народ поработил. И сейчас вы занимаетесь тем же самым, вы способствуете тому. Машиния. Это не гетиария, машиния. Касагебия. Daniel Travis. Liverpool. I'm just passing. I want to go home. What can I say, Kartulat? Yes, your position. Amen, Gaga. Amen. Meeting, Gaga, meeting. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ
ქართველი არ არის, ვერ ვაგებინებ ვერაფერს, ვერც ერთ ენაზე ბოდიშს ვიხდი. ტიპი იყო, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა რა. რაც ასაფეთქებლებს აგდებდა პარლამენტის ეზოში და ასე შემდეგ. ველაპარაკები ამ ტიპსა რა. ტიპი მეუბნება ქართული არ ვიცი. მეთქი საიდან ხარ? რუსი ვარო. მე ვიღაც უკრაინელი გაიჩნდა კიდე. კი, რუსები იყვნენ აქციაზე, თან ძალიან ბლომად, ერთად იდგნენ, მერე უკრაინელებიც იყვნენ, ინდოელი სტუდენტები, უცხოელები, მე პირადად გამოვესაუბრე ბევრს. ძალიან ბევრი ხალხი იყო. აი ბატონო ზაზა. ყველგან მაგანი არიან, უკვე. ესე ქართველი ხალხი აღარა ვართ რა. დავჭით მარტო რამოდენიმე არა, ქართველი ხალხი არ გამოვიდა, მაგაც წინ. არა, მე რას გეუბნები, კაცო, იცი? მე იმას გეუბნები, რომ საქართველოს ჩვენ უკვე უმცირესობაში მივდივართ. მივდივართ რომელია წასულები ვართ გეუბნები არ არის კარგად დათვლილი მეტი საქართველოსთან გასული ქართველი უფრო მეტი ცხოვრობს უცხოეთში ვიდრე საქართველოში მაცხოვრებელი ქართველი რომელი ქვეყანა არ გინახა ქართველი არისო ყველგან ქართველია რომელი ქვეყანა არ შექმნეს ეს პროპაგანდა ეს ყველაფერი და მომსახურეერად უნდა გვაქციონ რა არ გამოვა ქართველისგან მომსახურეერი რა სკოლებშიდაც ეხლა ვითომ ახალი პროგრამა ვითომ რაღაცა იმდროს უყურებდი პროგრამა შემოიტანს 2 სკოლა თუ 3 სკოლა იყო როგორ ასწავლიან ბავშვებს ყავის მოდუღებას იმას სკოლაში საპილოტე პროგრამა ვინ მოიგონა სკოლაში რადოს ბავშვის სკოლაში სწავლება ყავის მოდუღება და ის სუფრის გაწყობა ბავშვისთვის როგორ უნდა გააწყოს იმ რესტორანში თუ იმუშავებს და მოუნდება ოფიციანტად მუშაობა ბავშვი როგორ უნდა დაალაგდეს თებში ჭიქა როგორ იმაზე იყოს კარგით არ გცვენიათ ხალხო ეს რეებს აკეთებთ საქართველოში რა ბოლო ყველაფერს აქ თავისი ზღვარი რა გადაარი მორჩეს რა მაინდა-მაინც ყველანი კულინარი უნდა იყოს და ყველა მომსახურე ის ოფიციანტი უნდა იყოს გოგო და ბიჭი მეცნიერება არ გვინდა სხვა არ გვინდათ რეჟისორები არ გჭირდება კინოცოდნები არ გჭირდება აღარაფერი არ გჭირდება ინჟინერები არ გჭირდება ექიმი გასაბადონო ეხ აღარ აქვს უკვე ის გამოცდილი რეჟისორები ფილოლოგები არ გჭირდება და ფსიქოლოგები და ყველა მსახიობები უნიკალური ადამიანები იყო შედევრები იქნებოდა ფილმები შედევრები იყო ქართული ფილმები შედევრები იყო აღარ იღებენ გაიგე ეს ჩვენი არტისტები რეჟისორები ყავდა ჩვენი არტისტები ხონებული რეზო ჩხეიძე რა ფილმებია გადაღებული ჯარისკაცის მამაო ღიმილის ბიჭებიო რა ვიცი მთელი შედევრებია გადაღებული საღად არის ესეთი რეჟისორები კი არიან მაგრამ არაჩენენ გაიგე ისინი ურჩევნიათ აგერ იმას როიღებენ იმას შუა ქალაქებს და იმას როიღებენ გაიგე ხო აი ესენი ურჩევნიათ ასეთი რეჟისორები ურჩევნიათ გაიგე არა ჯერ მსახიობები ყავდა მაგენი რომ ჰოლივუდში ყოფილიყო თითეული ქართველი ის ძველიდან დაწყებული აქამდე დაწყებული აკაკი ხორავა კვანტალიანი ჯორჯოლიანი კაფიანიძე ოთარ მეღვინეც უხუცესი თენგიზ არჩილაძე ვარსკვლავები იყვნენ ძლიერები ადამიანები ჯერ შეხედულად იყვნენ ეპოქაში ჯერ შეხედულად რო შეხედავდი კაცი იყო ყველა აი რო შეხედავდი ჩამოყალიბებული კაცი იყო გინდა ახალგაზრდაც რო იყო მე ხანშეზე მე რო დაბერდე შეხედე რავაშკაცები იყვნენ სულით გულით და ქართველები იყვნენ და საქართველოს უყვარდათ ესე კი არა რომ ყველაფერზე გამოდიოდნენ და იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ კაცო შეიძლება იმათაც არ მოსწონდათ ბევრი რამე მაგრამ კი არ გამოდიოდნენ ესე საქვეყნოდ კი არ ყვიროდნენ აბა ახლა ისინი არიან მსახიობები და რეჟისორები საყურეებიან კიკინებიან რომ გამოდიან მთავრობის სახლში ისინი არიან გეკითხები რომ თავსავდებენ იმაზე მსახიობობაზე საყურეებიანი ვიღაცა რა გადაიღეს გვანახეთ ერთი ამათ მონაწილეობა რა ფილმებში არიან ისეთი რამე რომ შედევრია ეს ფილმები ქეთო და კოტეს ბატონო ტრისტა სად არის ეგეთი ქეთო და კოტე რო გადაიღეს ჰოლივუდიდან არ ჩამოსულა ერთი თვე თუ ორი თვე აღარ მახსოვს იმიდან აფიშებიდან ისეთი წარმატება ჰქონდა ამ პირველი მუზიკლი იყო ეს კი ბატონო საბტოკავშირის პირველი მუზიკლი იყო ეს საბტოკავშირი აი აქედან დაიწყეს ქვეყნის განადგურება გაიგე ის პროპაგანდა ყველაფერს პოვებენ იდეოლოგია ქართული რაც არის ყველაფერი უნდა მოისმენს ქართული იდეოლოგია ქართული პროპაგანდა თუ რამე ესე იგი ქართული ფასეულებები იყო ჯერ ეს ნელ-ნელა თუ ფილმში არ იქნა საზიზღრობები გინება ცუდი სიტყვების ხმარა ის ფილმი არ იღება არ შეიძლება სხვანაირად ფილმი გადაიღო დღეს რა აიგე არ შეიძლება ასე ბატონებო ყავთ ჩვენ რეჟისორებიც აქვს გაიგე ეს ადამიანები დააფინანსეთ მიეცით იმათ ფული გაიგე რომლებიც ქართულად აზროვნებენ ქართულად რომლებიც ქართულ სულით და სულისკვეთებით არიან გაიგე და ქართული ხედვები აქვთ
დააფინანსეთ ეს ხალხი, მიაქციეთ ყურადღება, ესე სახსრები მიტოვებულები რო ხავთ, ის რო ხავთ, რა ქვია, მიყრილები არიან, პატრონად რო არიან. ესე ხო სპეციალობაა გაკეთებული, იმიტომ რომ მათმა ქართული კულტურა არ გამოწვიონ, გაიგე? ყავს ის ქართული მსახიობები, გაიგე? სახლებში რო გიძით, გამოიზახეთ, დაასაქმეთ ისინი, გაიგე და გააკეთებენ ქართულ საქმეს, გაიგე და აღარ გვეყოლება, მე ეს ტვინმოწამული ბავშვებიც აღარ გვეყოლება და აღარ გამოვლენ ასე მასიურად რუსთაველის ეს ბავშვები და აღარ იქნებიან იმ ღამის კლუბებში კიდევ იმ ბასიანში რო არიან და სასწრაფოები მორიგეობს ყოველდღე ბასიანის კლუბში. სასწრაფოები. და ნარკოტიკების ზედოზირებით მიყავთ ეს ახალგაზრდა ბავშვები. რა გახდა ეს ბასიანის დაკეტვა და აკძალვა? ვისია ესეთი სულ კაცი ვერ ეხება ამ ბასიანს? რა ვიცი მე, ამ ხელისუფლებამ ხოლმე გადადგეს ნაბიჯები კაცო. ხელისუფლებაა პირველ რიგში ამ ამბებში დამნაშავე. აბა როგორ არის? ეს ნარკოტიკები უნდა მოისწოს ქვეყანაში. ეს ნარკოტიკები საქართველოს ნარკოტიკებმა. განადგურებულია დაღუპა საქართველოს. ერი ნადგურდებით უკვე, ერი ნადგურდებით, ერი ნადგურდებით და მე გეუნებით ნახე ჩვენ რა დონეზე მივალთ, იცი? აი მე გეტყვით ახლა რა დონეზე მივალთ ჩვენ. ბიჭო, კაცი იხდის, მომცემი ბატონო ეს კაცი იხდის ფულს და შედის მეტადონის და სუბუტექსის პროგრამაში. ხო. შეიძლება სულ არ იყო ნარკომანი და დაიწყო იმების სმა. ესენი ამაზე მისახედია კაცო. ამაზე ვიღაცემა ხელი მოითმეს და ხალხს ღუპავენ კაცო. მაგას ღვიძლი აღარ უარგათ იმედი და არაფერი კაცო. ეს ყველაფერი სინთეტიკური წამალია, ეს ორგანიზმი მოქმედებს. ეს შორის მაგ სააკაშვილის შემოიტანეს ეგ პროგრამა. სანდრა შემოიტანა პროგრამაა, მეტადონის პროგრამა. აიგე? მაგას მისახედია მილიარდები იშოვეს. ვიღაცემა ქართველების ხარჯზე და რამდენი ქართველი მოხდა. და ეს შორის გამოსაკვევია მაგ საკითხი და გამოსაძიებელია ეს საკითხი. ვის მიერ იყო შემოტანილი ეს მეტადონის პროგრამა, რომელიც ადამიანს ორგანიზმს უნგრევს, გაიგე და საერთოდ შლის ადამიანს, გაიგე? ეს სააკაშვილის დროინდელი შემოის არის განხორციელებული პროგრამა, გაიგე? როგორ ვინა კონტროლებს ჯერ რა შემოგის ის? ახლა ვის ხელში გადავიდა ეს როგორ შეიძლება კაცო პროგრამა მადრედს იყო ნარკოლოგიურების საბტოკავშირი ეგერ მეჩნიკოვი კურნალობდნენ მახსოვს მეჩნიკოვს კი იწვა ხალხი კურნალობდნენ მაშინ ბიჭო იყო ორკვირიანი იყო ერთვიანი მორჩებოდა გამოიყვანდნენ იმ კაცს და უშვებდნენ ეხლა დადიან წლობით დადის ხალხი და სუიღებს ამ ნარკოტიკს არის მუდმივ კაიფში არიან სოდოა ეს ხარ ყდებიან მე ძეძეულად ყდებიან ნახეთ ახლა მეგობრებო აი ეს ასე გვაქვს ჩვენ საუბარი და როგორ ესე იგი ჩვენ ძალიან მალე აღმოვჩნდებით ისეთ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ახლა ევროპაში არიან ეს ახალგაზრდები და რა დღეშიც ახლა არიან და როგორი ესე იგი ნარკოტიკების ზემოქმედებით რა დონეზე მიყავთ ეს ახალგაზრდები 1000-ნაირი შემოვიდა ძალიან მალე აღმოვჩნდებით ამ დონეზე ბატონს კადრებები 1000-ნაირი შემოვიდა კადრებები და ვაჩერდა კლუბი ნარკოტიკი და რას არ ეძახიან და მამა ელესდე და მელესდე და რავი ჯანდაბები რა თქო ჩვენოთ კადრები, ის კადრები, რომელი კადრებიც ახლა ჩვენ გვაქვს და ნახო საზოგადოებამ და ჩვენმა ტელემაყურებლებმა თუ დროულად არ მივხედეთ ჩვენ აი ამ მიმართულებას და სახელმწიფომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაამკაცრა მდგომარეობა, ხო? ჩვენი ახალგაზრდობა აღმოჩნდება ამ მდგომარეობაში. თქო ჩვენოთ კადრები. აი ნახეთ ისეთ დღეში არიან ვერ გებულობენ ტალახში გორაობენ გაიგე ხორებივით გაიგე ვერ აზროვნებენ გესმის ეს იყო აგერ მთავრობის სახლის წინ კაცო ესე პიდაპირ აი მიშვერილი რო ხონათ ამ სიცივეში ამ ზამთარში ამ ყინვაში წყლის ჭავლი გაიგე და რო ვერ გებულობდნენ ხო იცი ვერაფერს გაიგე ტალახში არ მოსულიαν მაგრამ აი როგორც ახლა ამ კადრებში იყო მაგრამ ამ მდგომარეობაში იყო უკვე ის ახალგაზრდები გაიგე და დროულად არის ეს ყველაფერი მისახედი ბიჭო ეს საქართველოა აქ უნდა დაწესდეს ყველაფერზე კონტროლი როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცი მიდიოდეს და იმ მეტადონის და სუბუტექსის პროგრამაში ფულს იხდის და მიდის და იქაც აძლევენ ხო უნდა კონდეს რაღაცა სააღრიცხვო ბარათი ან ნარკომანი იყო ამდენი წლების განმავლობაში მესმის თუ ნარკომანი და უნდა გადააგდოს და ნელ-ნელა დოზირებაც ის კი არ იქ რო გალევინებენ თან როგორი სიტუაცია არის იცი არის გავუშვათ 50-100-იანი რაღაცა დოზა თუ არ გინდა შენ კი არ აგდებ იქ კი არ გეუნებიან ახლა დააგდე რო იარე ერთი კვირა თუ ორი თვე მოდი კიდევ რა არა რო დააგდო ეს დოზა და ჩამოიყვანო მინიმუმზე და მე აღარ დაგჭირდეს მისვლა პირიქით ზდიან რა არა რამდენსაც გინდა დაალევ რამდენ დოზიასაც გინდა თურმე დაალევ ამ იმაში თო როგორ შეიძლება ეგეთი რამე ხალხი კვდება თო ოჯახებია თო ოჯახები
ოჯახები ცოდუები არიან, იმათი ოჯახები და ყველა დანგრეულია ყველაფერი კაცო. ის ადამიანები ცოდუები არიან, მაგრამ ეცოდებიან. ამ მიმართულებით ვარ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე და ამიტომ არის რომ გასამკაცრებელია კანონი ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით. ნარკორეალიზატორები უნდა იყოს სამუდამო პატიმრობაში ყოველთვის. აი ესენი არიან რომლებიც წამლავენ ამ ქვეყანას, გესმის დაშია საქმე. და ჩვენი ახალგაზრდობა დაგვიღუპეს აგედა. მერე კიდე ის გირჩი რო არის ის შარვალ ჩახტილი, ზურა ჯაფარიძე, რომელიც მაგი პირველი პროპაგანდისტი არის მაგ ნარკოტიკებისა, მაგ ნარკომანების, ხო? იმას მოკიდეთ ხელი გაიგე და მაგია პირველი ბარიგა და ლობისტი. მაგი მისი რაღაცა ქვია და ნარკობარიგების პირველი ლობისტი მაგი არის და მაგათი ლობისტობითაა პარლამენტში იქნა რომ ეს ნარკობარიგები გაბლატოებულები რო არიან და რასაც უნდა რო აკეთებენ. გაიგე და როგორც უნდა ისე გახსენი ხელფეხი და ყიდიან ამ ნარკოტიკებს და მოგვიწამლეს და მოგვისპეს ეს ახალგაზრდა თაობა და აღარ დაიღუპა ქვეყანა კაცო. ორჩა აღარ არის დაიღუპა ქვეყანა, იმიტომ რომ ზოგი არის გაპიდარასტებული, ზოგი არის განარკომანებული და ზოგი კიდო გაქცეული და ზოგი კიდო ციხეში. ეს მამაკაცები, გაიგე და საღადარჩა აღარ არის უკვე რესურსი. კიდე ეს ოჯახურ ძალადობაზე ხო დაჭერილები რამდენია მამაკაცი, იმედი ბოლო ამას ეს კანონის შეცვალეთ რაღაცა გააკეთეთ ახლა რა. რატო ხალი ძალადობს, ხალმა არ შეიძლება იზალადოს კაცზე? მარტო კაცია მოძალადე? შეხედეთ პარლამენტარები რა ვაძალადობდნენ კაცებზე, დეპუტატი ქალები ჩვენ პარლამენტ კაცებზე. რეს სიტყვებს ეუნებოდნენ. ეს ძალადობა არის ხო? როგორ არის ძალადობა? ხო რატო? აქ რომ მივარდნენ ახლა გუშინდე. არა, ისიც და თუ გინდა პარლამენტის სტომებზე რებს ეუნებიან, ქალო წამოხდება და სამიზე და ის ხათუნა სამიზე. ხო ვიღაცები ვინც არიან. კორზაია და ესენი, აი საშინელ მდგომარეობაში ეს ისა ნაცლიშვილი, ადა ნაცლიშვილი და რამ მდგომარეობაში იყო ნაგენი არა გახსოვს? ხო და ეს ძალადობა არ არის კაცების მიერ, კაცები მან ძალადობა არის. აბა კაც გაიგეთებინია კაც. სირცხვილია ბოლო რა არის რა ყველაფერი ისა რა მეტას ორი მხარე აქვს გავიგეთ ხო ორი მხარე აქვს მაგრამ შენ სწორი მხრით დაიჭირე რა სწორად გეჭიროს ეს მედალი ქვეყანა ესე ვერ წავა წინ რა და ვერც მშვიდობა იქნება და ვერც სტაბილურობა იქნება ვერაფერი ვერ იქნება სულ კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის პარლამენტარია ჩვეულებრივი ადამიანია და მთავრობის წევრიც ისგივე ადამიანია. კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთი. სანამ კანონის წინაშე ყველა არ იქნება სწორი, ბატონო ტრისთან. ქვეყანას არ ეშველება. იცით რა არის ბატონო ზაზა, კანონი გასაგებია, ეს აუცილებელია, ყველა კანონმორჩილები უნდა ვიყოთ აბსოლუტურად. მაგას არა აქვს მნიშვნელობა, შენ პრეზიდენტი ხარ თუ რიგითი მოქალაქე ხარ. აბა რაც პრეზიდენტმა გააკეთა, კონსტიტუცია დაარღვია, როგორ შეიძლება ქვეყნის პირველი კანონი უდიდესი რამე დაარღვია კონსტიტუცია არის? რო იტყვიან რუსები? სვიტოიო. ხო, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი ერთი ვართ, იცოდეთ და წავიდა და ეხლა გულაო, ეხლა წავიდა ხანიქარი. არის პრეზიდენტი, აღარა პრეზიდენტი, მაგი ბიჭო. არ არის, მე კი არ ვიზახი როგორ პრეზიდენტს, მაგრამ ეს ქალმა რო დააღვია კონსტიტუცია ერთხელ, ორჯერ 1000 რაღაცა ჩაიდინა, პასუხი არ უნდა მოეკითხო. ეხლაც დანაშაული ჩაიდინა მან საფრანგეთში ერთ-ერთ ფრანგულ ტელევიზიასო ინტერვიუ მისცა საქართველოს წინააღმდეგ, გაიგე? ესეც დანაშაული არის. მე ასე ვფიქრობ და მე ასე მიმაჩნია, საქართველოში თუ ხელისუფლება მართა დგას მყარად, მაგ ხალი როგორ ჩამოვა აეროპორტში, იმ წუთშივე უნდა დაადოთ კანდალები ხელზე და შეუშვათ ციხეში, გაიგე? იმიტომ რომ მას კიდევ ძალიან ბევრი დანაშაულებები აქვს ჩადენილი და ყველაფერზე პასუხი უნდა აგებიოთ. თვითფასონ ხელისუფლება, ქართულო ოცნება, ბიძინა ივანიშვილო. მე ერთ რაღაცას გირჩევთ და კი არ გირჩევთ, გთხოვთ. ძალიან გთხოვთ იმოქმედეთ ადეკვატურად, გაიგე? და გადადგით ის ნაბიჯები, რომელიც ნაბიჯების საფუძველზე ქვეყანას ჩართავთ ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში და დაიწყება ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა. ეს ხვათხანალია, რაც ამ ქვეყანაში ხდება მოსპევით და არა მარტო ამ ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებ გარეთაც. ახლა წევიდნენ ეს სექტანტები, კიდე ჭინკა, ვაშაძე, ჭუჭუ ვაშაძე და ესენი და იქ ევროსაბჭოში უნდათ გამოვიდნენ, ჯერ ვინ შეუშვათ იქ? როგორ შევიდნენ? ერთი მითხარი, გეკითხები. ხო არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, ხო? არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. რატო წავიდნენ ახლა ევროსაბჭოში? არა, თვითონ თუ დეპუტატი არ არის, ვინ უშვებს? ჩვეულებრივ ადამიანს შესვლა შეუძლია. ლობისტები ყავთ იქ და უნდათ ახლა გავიგე, მაგრამ მე შემიძლია ახლა პარლამენტში შევიდე, არა ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტარს თხოვო დაუშვათ საკუთარ იყო მაგაცაც ნომრიანი აგენტი. არა, დაუშვათ რა, მეგობარი მომყავს პარლამენტარი, ანუ ვინმე ჩემი ნაცნობი და თხოვო რომ პარლამენტში რაღაც საქმე მაქვს და ლაპარაკი მინდა მეთქი რაღაცაზე შეიძლება შეგიყვანოს ადამიანმა გამოწეროს საერთოდ. მაგრამ სიტყვით გამოსვა როგორ უნდა გამოვიდენ იქა? სიტყვით როგორ უნდა გამოხვიდე იქ კაცო? არავინ არ ახარ შენ. ხო და ამიტომ წავიდნენ ახლა დააბეზღონ საქართველო, გაიგე?
დააბეჭყო საქართველოს, გალანძღო საქართველოს, გალანძღო ქართველი ხალხი. ამათ ხო არ უყვართ საქართველოს და ამათ ხომ არ უყვართ ქართველი ხალხი. ამათ ეზიზღებათ საქართველოს. და მე კიდევ გეუბნებით ოცნებავ, მოგიდეთ დროზე ხელი იმ ხალხს, მე ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ანგრევენ, ქვეყნის ეკონომიკას ანგრევენ, ქვეყნის იმიჯს ანგრევენ, შეურაცხყოფენ ერს, ბერს, წვენას, ეკლესიას. ამ ადამიანებს დროულად მოგიდეთ ხელი და დროულად მიხედეთ და დროულად მაგდეთ ამათი იზოლირება და მიხედეთ კიდევ იმ ადამიანებს, რომლებიც ყავთ მართლაც ნამდვილი ჩამოყალიბებული ქართველები, გაიგე და სტილში ყავთ მიწეულები, გაიგე ის უყოლა ხელოვანი ხალხი იქნება, რეჟისორები იქნება, მწერლები იქნება, პოეტები იქნება, ინჟინრები იქნება, ექიმები იქნება, პროფესორები იქნება, აკადემიკოსები იქნება. ყავს ესენი ჩვენ, გაიგე, მაგრამ თქვენ არ აქცევთ ყურადღებას ამათ არცეს, გაიგე და ყავთ ესე იმათ რაღაცა ქვია, რაღაც გვერდზე მიწეულები და წინა პლანზე ყავთ ამოტივტივებული ეს გათახსირებული მაიმუნი და მამაძაღლი ხალხი, რომლებიც დღეს გვინგრევენ ამ ქვეყანას და რომლებიც დღეს პირდაპირ მიზად მიმართულად ებრძვიან ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს და ამიტომ ეხლა უნდა დაიწყოს ქართულმა ოცნებამ უკვე. უნდა დაიწყოს ხარ რეალურად მართლა საქმის კეთება. აღარ გვინდა ჩვენი ეს კოჰაბიტაციები და ფოკუსნიკობა და რაღაცეები. გორჩაკო რაღაცოს კოჰაბიტაცია, ვისთან ახლა კოჰაბიტაცია. გააკეთეთ საქმე. საქმის კეთება ის არის რომ დაიყენებთ ამ ნამდვილ ქართველებს გვერდით გაიგეთ და ერთად გაუძღვებით და მიხედავთ ქართულ საქმეს და გააძლიერებთ ამ ქვეყანას. გაიგე ყველა მიმართულებით. ქვეყანაში სისტემა არის ასამუშავებელი. ქვეყანაში პროპაგანდა, ქართული პროპაგანდა აღარ მიმდინარეობს. ეს მისაში ქართული იდეოლოგია აღარ არის ქვეყანაში. ეს ყველაფერი გასაკეთებელი არის. განათლების სისტემისათვის შექმნით სპეციალური კომისია, რომელიც იმუშავებს განათლების სისტემის გაძლიერებისათვის და იქ გაწმენდისათვის იმაში სიბინძურეებისაგან. ტრები რო ყავთ იქ განათლების სისტემაში და ბავშვები არის გადასარჩენი. ეს გააკეთეთ. ამის გაკეთებას არაფერი პრობლემა არ არის, თუ კი მოინდომებთ თქვენ ამას და ის იქ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. დიახ. სადაც ლექტორი არ ვარ მოხსნა სახელმწიფო დანიშნოს სახელმწიფო უნდა დანიშნოს იმიტომ სახელმწიფო იხდის იქ ბიჭო ღვაწმოსილი ადამიანები არიან კაცო ჩვენ ქვეყანაში ქართველები არიან ძლიერი განათლებული ადამიანები დაიყენონ ისინი გვერდში და არ ეკეთებათ მაგათ პრობლემები არაფერზე თვითფასო ტელემაყურებლებო ჩვენი გადაცემის დრო მოიწურა გმადლობთ რომ გვიყურებთ მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ